როგორი ქვეყანაა საქართველო ვიყოთ გულახდილდი. ეს არის კოლ-ცენტრების ქვეყანა. ყოველ მეორე უბანში ან უბანში 2 ან უბანში 4 კოლ-ცენტრია. ახალგაზრდები არიან დასაქმებულები, ისინი ვინც აქციაზე უნდა იდგეს ჩვენთან ერთად და აპროტესტებდეს ამ ბანდიტური ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და პოლიტიკას არ გამოდიან აქციებზე სწორედ იმიტომ რომ შემოსავალი საკმაოდ მაღალი აქვთ ამ კოლ-ცენტრებიდან. სტუდენტების მოდი არ ვიტყვი 50% მეტი. თუნდაც 5 ან თუნდაც 10%. ვინც აქტიური უნდა იყოს. აგი გითხარით, ეს არის კოლ-ცენტრების ქვეყანა. ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა უბანში ან და პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე. არის ერთი პატარა, საშუალო ან დიდი კოლ-ცენტრი. კი, ესენი გვეტყვიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ხომ დავერიეთ და გავანადგურეთო, მაგრამ ტყუილი ამბავია, გაანადგურეს ის კოლ-ცენტრები, რომლებიც არ აწყობდათ. და ის კოლ-ცენტრები, რომლებსაც არ შეეხნენ და ვერ შეეხნენ, ისინი კლავაც აგზელებენ მუშაობას და ასე რომ ამბობთ ხოლმე ევროპელი პენსიონერების ძარცვას. საუკეთესოდ ლაპარაკობენ ახალგაზრდები ინგლისურად და უკავშირდებიან და არ ვიცი ალბათ ტრენინგიც გავლილი აქვს როგორ უნდა ელაპარაკონ რომელიმე პენსიონერს შვედეთში თუ რომელიმე პენსიონერს ბრიტანეთში თუ რომელიმე პენსიონერს არ ვიცი დიდარი სახელმწიფოებიდან ევროკავშირის სივრცეს სახელმწიფო. კიდევ როგორი სახელმწიფოა საქართველო? ეს არის კრიპტოვალუტის აი მაინერების თუ მაინინგის სახელმწიფო ქვეყანა. ყველას არასწორი სიტყვა, მაგრამ ბობოლებს ბიზნეივანიშვილიდან დაწყებული, ვიწა ჯაფარიძით დასრულებული, აქვთ ეს მაინერები, კრიპტო მაინერები. ხო, ვიქტორ ჯაფარიძეს ახლა მიადგნენ და ვიქტორ ჯაფარიძეს გარკვეულწილად შეუზღუდეს, თუმცა გარკვეულ პირობებს რასაკვირველია სანაცვლოდ შესთავაზებდნენ. ვიქტორ ჯაფარიძე უბრალოდ ცნობილი გვარსახელია ასეთი ათეულობით პატარა, საშუალო ან დიდი კრიპტო ცენტრია თუ კრიპტო ქარხანა შექმნილი მაინინგის ქარხანა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. ვიღაც ბობოლებს საერთოდ არ ეხებიან და არც შეეხებიან ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. როგორი ქვეყანაა საქართველო დამატებით? ეს არის მაღალი ალბათ ან გარკვეულზე მაღალი ალბათობით ეს არის ნარკოტრაფიკის ქვეყანა. აი მიაქციეთ ხოლმე ყურადღება ახალი მინისტრი რო ინიშნება, შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა არის თამაზაშვილი, გუშინ იყო გელაზე, მანამდე იყო კომელაური. ეს ახალი მინისტრი რო დაინიშნება თუ არა იწყება რაღაცა გააჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე რომ დააკავეს ამდენი და ამდენი კილოგრამი თუ ტონა, ნუ კილოგრამი მაინც და არა ტონა, არა ათეულობით ტონა, ამდენი და ამდენი კილოგრამი ნარკოტიკი. რაღაცა გადა რომელიც მოდიოდა საიდანღაც უმრავლეს შემთხვევაში ირანიდან და მიდიოდა შავი ზღვისაკენ და მე ალბათ თურქეთის გავლით ან რაღაცა ფორმით გადავიდოდა როგორღაც შესაძლოა აფხაზეთშიც კი და შესაძლოა სხვაგანაც. რატომ ხდება ესე და მე უკვე შემდგომ დღეებში, შემდგომ პერიოდში რავერავის ვერ აკავებენ. იმიტომ რომ იმ მომენტისათვის დალაგებული არ არის კონკრეტული ნარკოტრაფიკი და ნარკოტრაფიკის შიშემჩნეული ამ ნარკოდანაშაულში შემჩნეული პირები არ არის დალაგებული ახალ კამანდასთან, ახალ ჯგუფთან. ილექება და ილექება შავი ფული. როგორი ქვეყანაა საქართველო? ეს არის ქვეყანა, სადაც ერთ ჯიხურში შემოდის 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუბლი. ერთი ჯიხური, მე ამით არ მჯერა რასაკვირველია, მაგრამ ერთი ჯიხური ათეთრებს 700 მილიონი დოლარის ოდენობის კონვერტაციას აკეთებს და ათეთრებს რუსულ რუბლს 700 მილიონი დოლარის. როგორი ქვეყანაა საქართველო? ეს არის ქვეყანა, სადაც აანონსებენ რაღაც პროექტებს, ამბობენ რომ ამ ქუთაისში ასე მაგალითად. ამბობენ რომ ამდენი და ამდენი დოლარი გაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ აი ოცნების ქალაქი მაგალითად. ეხლა ვნახე თამარ ჩერგოლეიშვილის ჩართვა სწორედ ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქიდან თანხა გამოყოფილია. მათ შორის მაგალითად ქუთაისის პარლამენტის ოცნების ქალაქში შედის თუ არ შედის ამისგან დამოუკიდებლად რეაბილიტაციაზე იქ 21 მილიონი და თუ არ ვწდები და ქუთაისის პარლამენტზე თუ არ ვწდები მილიარდამდე ქუთაისის ოცნების ქალაქზე თუ არ ვწდები მილიარდამდე 900 მილიონი თუ არ ვწდები ოღონდ არაფერი თითი არ არის დაკარებული და ესეა.
ანუ კატასტროფული ქვეყანა. კიდევ როგორი ქვეყანა საქართველო, სადაც წამალი, რომელიც გვჭირდება, ღირს, არ ვიცი, უხეშად 500 ჯერ მეტი, 50 ჯერ მეტი, ვიდრე უნდა ღირდეს. სადაც აწესებენ რეგულაციას იწყებენ რაღაც ფასისა და ფასი იზრდება, ინფლაცია იზრდება და მატულობს და მატულობს. და კიდევ უამრავი ისეთი პრობლემა, რომელსაც უბრალოდ არ რომლების ინფორმაცია უბრალოდ არ აქვს. კატასტროფული ქვეყანაა. დიდრდება ერთი და ძალიან მცირე ჯგუფი, უმრავლეს შემთხვევაში ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან მყოფები და ღარიბდება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის ქვეყანა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი თავისუფლებას აძლევს, გამოვიდეს სიტყვით და თქვას 26 ჯერ ახსენოს სხვადასხვა ბრუნვაში, უმრავლეს შემთხვევაში სახელობითა და ნათესაობითში, დამფუძნებელი, კონცეპტუალური დამფუძნებელი მამა ბიზინა ივანიშვილი, ანუ აქოს და ადიდოს და მე ჩვენ ვიწყებთ ფიქს, ბიზინამ დაავალა ეს, თუ თვით შემოქმედება იყო. ვაანალიზებთ, ან ისე, ან ასე, იქნება და ირაკლი კობახიძე გადარჩენას ცდილობს, იქნება და ირაკლი კობახიძე აპირებს, რომ ბიზინა ივანიშვილს დააკისროს პასუხისმგებლობა იმ საშინელებებზე, რომლებიც ხდება, ან მეორე ანალიზია, რომ იქნება და ბიზინა ივანიშვილი აპირებს მოხსნას, ჯერჯერობით არავინ მოუხსნია და ჯერჯერობით პასუხისმგებლობა როგორც ასეთი იყოს მისი ნამდვილი გაგებით, არც არავის აუღია. როგორი ქვეყანაა საქართველო და მაინც უარყოფით კონტექსტში კი არ ვიტყვი ახლა კრიპტოვალუტაზე. არა, მაგრამ ეს კრიპტოვალუტა ეხმარება ერთგვარად რუსეთს კრიპტოვალუტა და კრიპტოვალუტის გაათეთრება, აქ კრიპტოვალუტის კონვერტაცია მერე უკვე დოლარში ეხმარება რუსეთს, ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, შემოდის ბიტკოინი აქ გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, რასაკვირველია, თეთრდება, დოლარად იქცევა ეს კრიპტოვალუტა, ასე მაგალითად ბიტკოინი, თუმცა იცით რომ უამრავი კრიპტოვალუტა არსებობს და მერე უკვე დოლარის სახით როგორღაც გადის საქართველოსთან და რუსეთი ამით სარგებლობს. ეხლა რატო ყვები ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, რატო ვამახვილებ უკანასკნელს, რატო ვამახვილებ ყურადღებას. Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს კრიპტოპლატფორმებსაც საქართველოსთან. ანუ საქართველოში როგორც ჩანს და ნამდვილად ასე არსებობს კრიპტოპლატფორმები და ევროკავშირი აპირებს გარკვეული სანქციების დაწესებას სწორედ ამ პლატფორმებზე. რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების ახალი 21 პაკეტი Financial Times-ის ცნობით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ 9 ივნისს წარადგინა, რა თუნდა ამას Financial Times-ი ჩვენც ვნახეთ, პრინციპში ეს ყველაფერი ჩვენს მივაქციეთ თვალყური, მივადევნეთ თვალყური. შემოთავაზებული პაკეტით ტრანზაქციების აკრძალვა ფართოვდება კიდევ 31 რუსულ ბანკზე. ანუ გვინდა თუ არ გვინდა, კრიპტოვალუტით პირდაპირ თუ კრიპტოვალუტით კონვერტირებული დოლარში საქართველოში მყოფი პირები, რამდენადაც ეს პრინციპში ესეთი მოშრიალებული ველია, რუსეთს ერთგვარად ეხმარებიან სანქციებისაგან თავის ან მარწუხებისაგან თავის დაღწევაში. თავადაც მდიდრდებიან და სხვებიც რუსეთი ხომ მდიდრდება, კი არა, გადარჩება და გადარჩება, თავს აღწევს და აღწევს. ისეთი პრობლემა არ ექნება, როგორიც შეიქმნებოდა. საქართველოდანაც ხდება, საქართველოსთან იმართებაში ეს ძალიან აქტუალურია. სხვა ქვეყნებთან იმართებაშიც. მოკლედ 31 პაკეტი მოიცავს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 31 რუსული ბანკისათვის. შეზღუდვებს მესამე ქვეყნების 20 ბანკისათვის. კრიპტოპლატფორმასა და ნავთობტრეიდ დერებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებოდნენ მანამდე. გარდა ამისა, პირველად შემოდის მესამე ქვეყანა ვართ, მესამე ქვეყნებისათვის კრიპტომომსახურების სრულად დაბლოკვის შესაძლებლობა. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, კრიპტომომსახურება როგორც ასეთი ბევრი სხვა ქვეყანისათვის და მათ შორის საქართველოსთვის სრულად ან ერთგვარად სრულად დაიბლოკება. Financial Times-ი წერს, რომ ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთში, რომელ ჯგუფში მოხვდით წარმოიდგინე, მონღოლეთსა და ინდოეთში, 11 კრიპტო პლატფორმას ბელარუსში, საქართველოში რა კარგი ჯგუფია, ნიგერიაში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე და 5 ნავთობ კომპანიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენთან კრიპტოპლატფორმები იქნება, მე ოღონდ კარგად არ ვიცი რომლებია ეს კრიპტოპლატფორმები და აქედან გამომდინარე ბევრს არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, კვლევა ზიაბაგი კარგი
იქნებოდა როგორი ქვეყანაა საქართველო? საქართველო არის ქვეყანა, სადაც აი ესეთი კანონიერი არა, ნახევრად კანონიერი და ასევე შავი ბიზნესები, ყვავის და ყვავის. აქ იგითხარით კოლ-ცენტრები, აქ იგითხარით მაღალი ალბათობით ნარკოტრაფიკები, ნარკოტრაფიკის გზა საქართველოს მაღალი ალბათობით. აქ იგითხარით ფარმაცევტული ბიზნესი და ამავდროულად იცით როგორი ქვეყანაა, რომელსაც ამ პრობლემას არავინ აქცევს ყურადღებას, რომელსაც აქვს ნარკომანიის საშინელი პრობლემა, რომელსაც აქვს ზოგადად ჯანდაცვის პრობლემების, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრობლემები, რომლის ეკონომიკა კი არ იზრდება მართლა, არამედ იზრდება ბრჭყალებში ამგვარი უკანონო შემოსავლებით და ქეშის არსებობით, სივრცეში, ამ ქვეყნის სივრცეში. რომლის ეკონომიკაც იზრდება უძრავი ქონების ბიზნესის გამოც მათ შორის და რომლის ეკონომიკაც ეგრა მაგის პასუხია, რომლის ეკონომიკასაც ზრდიან აქ ჩამოსული რუსები, რომლებიც ამხსენებულ უძრავ ქონებასაც მის ნაწილს და დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში ყიდულობენ. ამ ყველაფერსაც საბოლოო ჯამში არ ვილაპარაკებდი, რომ არა შალვაია პაპუაშვილი. მესამედ, მეოთხედ თუ მეშვიდედ ვახსენებ ამ კაცს სად წავიდა. ანუ სად გაქრა ინფორმაცია მის შესახებ, ბოდიშ ვიხდი, ვიდრე ამას ვიტყოდე, მანამდე გაჩვენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილსაც კი დაასანქციონებს, პარემ ვიტყვი, ვეღარ პოულობ შალვა პაპუაშვილის თაობაზე, არა, ნახე და გეტყვით, ჩაგიკითხავთ რა თქვა, რა უთქვამს ამ ბანდიტ კაცს. გვეუბნებიან, რომ თუ გინდა თუ ვიზო მიმოსვლა სანქციები დაუწესეთ რუსეთსო. ანუ თავი მოიკალითო. თუ თავი დავიხოცეთ, ვინღამ უნდა იაროს uvizot ევროკავშირში, ანუ რუსეთისათვის სანქციების დაწესება თვითმკვლელობა ჰგონია, თვითმკვლელობა გადაიქცევა, ამას ამბობს შალვა პაპუაშვილი. ჩვენ რო თავს მოვიკლავთ ამ შემთხვევაში ეს იქნება ხარაკირიო, თვითმკვლელობაო, სუიციდიო. გაგიკვირდებათ და შალვა პაპუაშვილს დავეთანხმები. დიახ, ჩვენ თუ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, კონვენციური ომით, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ომს კი არ დაიწყებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, განა არ ვერ დაიწყებს. კარგად უნდა ავხსნათ. არ აქვს ძალა, შესაძლებლობა, ჯარისკაცი არ ყავს, იარაღი არ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვის უფრო სახმელეთო ოპერაციას ვერ დაიწყებს. მაგრამ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს და ეკონომიკურ შეზღუდვებს ჩვენც დაგვიწესებს. ახლა გასარის კი არის თუ არა, ეს ვიბჭედოთ ინდივიდუალურად. პერსონალურად მე რო ვიყო საქართველოს ხელისუფლებაში, მე ვიტყოდი, რომ მოვახდენ დივერსიფიკაციას და იმ აუცილებელ პროდუქციას, რომელიც შემომაქვს რუსეთიდან, ზეთიასე მაგალითად, ფქვილი, როგორღაც მოვახერხებ და შემოვიდან უკრაინიდან, შემოვიდან თურქეთიდან, შემოვიდან სხვა, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ასე შემდეგ და მეტნაკლებად დავაბალანსებ. მაგრამ მე არა ვარ ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში არის შალვა პაპუაშვილი. სამწუხაროდ ჩემდა და სამწუხაროდ ჩვენდა. ესენი იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არა რუსებს არ დაუწესონ სანქციები. ოკეი, ლოგიკურია, იმიტომ რომ ერთი ადგილი არა აქვთ, რომ შემოიტანონ უკრაინიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან რაღაც პროდუქცია, გახსნან ეს ხაზები, ეგრა მაგის პასუხი. ბოდიშ ვიხდი, პარემ ვიკითხავ. საქართველოს სარგებლობს დღემდე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს დაიმახსოვრეთ. მე მინდა იმის თქმა, რომ ამათმა შეგნებულად წაიყვანეს ქვეყანა რუსეთისაკენ და ჩამოებღაუჭა ეს ქვეყანა კრიპტოვალუტის, მაღალი ალბათობით ნარკოტრაფიკის, კოლ-ცენტრების ქვეყანა დამატებით ჩამოებღაუჭა რუსეთს როგორც სახელმწიფოს. მაგალითად, ღვინო შეგვეძლო თუ არა გაცილებით მეტის გატანა ჩინეთში, ევროპაში, შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ევროპაში შესაძლოა არა საფრანგეთში ან ესპანეთსა თუ იტალიასა თუ პორტუგალიაში, მაგრამ არატრადიციული ეროვნული მეორე ქვეყნები რო არიან. იქ სადაც ღვინო მაინც და მაინც უყვარდგან არა, მაგრამ აი თლად პირველი ალკოჰოლური სასმელი არ არის. შეგვეძლო თუ არა ნაცვლად იმისა, რომ გაგვეყიდა, ეხლა ვყიდით პირობითად ლაპარაკობ 100 ბოთლს, შეგვეძლო თუ არა გაგვეზარდა და გვეთქვა, რომ აი გაიყიდება 2000 ან 4000 ბოთლი რომელიმე სკანდინავიურ ასე მაგალითად ქვეყანაში. შეგვეძლო მუშაობდნენ კიდეც ადამიანები, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებშიც მუშაობდნენ ამ თემაზე და კარგიც იყო, აი ბორდოს ფესტივალი რო ჩარტარდა მაგალითად, ან ჩინეთის ბაზარი რო დავიფხარით, ხმამაღლა თქვია, მაგრამ შევახციეთ, იქ იყო საოცარი ზრდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გამოისობით დღეს მოცემულ ეტაპზე მინიმუმ 60% ღვინისა გადის
მათ შორის რუსული კომპანიები, აქ რუსული კომპანიებია, მსუხეები, ძლიერები, ძლავრები, გადის სწორედ რუსულ ბაზარს. 60% მინიმუმ, ანუ ჩვენი მეღვინე ჩამობღაუჭებულია რუსეთს. აღარ ლაპარაკობ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე. რუსები ამბობენ, რომ ჩვენ ამ პროდუქციას აღარ შემოვიტანთ და ჩვენს პროდუქციასაც ზეთი პირობითად ლაპარაკობთ, ფქვილი აღარ გამოგიგზავნით. ანუ ეს ყველაფერი თვითმკვლელობად წოდებული, თვითმკვლელობად გასაღებული არის კოლექტიური შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა ბახტაძის, გიორგი გახარიას, სხვების ღარიბაშვილის, ბიზინა ივანიშვილის ფრთეთქვეშ მოქცეულების ბრალი. მათ წლების განმავლობაში, 14 წლის განმავლობაში აწარმოეს სწორედ ასეთი პოლიტიკა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს 14 წლის თავზე ეთქვა, რომ ეს არის თვითმკვლელობა, არის თვითმკვლელობა. მაგრამ ვინ არის ამ თვითმკვლელობის მდგომარეობამდე ქვეყნის მიღბანაში პასუხისმგებელი? ვინ არის და სწორედ ეს, ანუ ჩვენ ხო ონიშენკოს და პუტინს ვერ გავუშვებთ საპატიმროში. ჩვენ უნდა გავუშვათ საპატიმროში თვითმკვლელობასკენ, ვინც უბიძგებს ქვეყანას. სწორედ ეს ადამიანები და უბიძგებს თვითმკვლელობისაკენ, უბიძგებს კოლექტიური ქართული ოცნება. კვლავ ვიტყვი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი შემიძლია გამყვე ასე მთავრობის თავმჯდომარეებს, ეკონომიკის მინისტრებს თუ ასე შემდეგ, რომლებაც ამ ხნის განმავლობაში საქართველო გახადეს დამოკიდებული, მათ შორის ენერგორესურსებზე. ჩვენ შეგვეძლო თუ არა დივერსიფიცირება, შეგვეძლო. რუსეთმა ხვალ რო გადაგვიჭრას ელექტროენერგიის მოწოდება, ჩვენ მოთხოვნების რაღაც არ ვიცი 35%-ს დავაკმაყოფილებთ ისის გარკვეულ პერიოდში. მან ნავთობი, გაზი, ბევრი რამე პირდაპირ ირიბად ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთზე. ანუ არა მარტო ზეთზეც კუთხით, აი ზეთი შემოდის რუსეთიდან, თუმცა რატო არ შეიძლება შემოდიოდეს თურქეთიდან ასე მაგალითად. არა მარტო ფქვილის რატო არ შეიძლება შემოდიოდეს, არ ვიცი, საბერძნეთიდან, აი საბერძნეთს არ ვიცი, რამდენად დიდი აქ წარმოება ხორბლისა, მაგრამ უკრაინიდან ასე მაგალითად. და ამათი ბრალია და ეს ყველაფერი ბიზნესი ივანიშვილმა გააკეთა შეგნებულად, რომ მე ჩვენ დამოკიდებულები ვიქნებოდით რა რუსეთზე, შესაბამისად პოლიტიკურადაც ჩამობღაუჭებოდით რუსეთს. და რუსეთს ქონოდა სავაჭრო ჩვენთან. და ეთქვა, რომ იცი რა არის, ეხლა მე გადაგიკეტავ ამ არტერიას, გავწყვეტ ამ არტერიას. და ნახე როგორ დაგერხევა. პური აღარ გექნება. და აღარ გექნება მართლაც. და ნაცვლად იმის, რომ თამამი, გულადი, მაგარი იყოს პაპუაშვილზე არ ლაპარაკობ კონკრეტულად. ზოგადად ხელისუფლება და ბიზნესმენს ეუბნებოდეს, რომ შენ თუ ჩაგიკეტავს, დამოუკიდებლობას არ დავკარგავთ. მაგრამ შენ თუ ჩაგიკეტავს, შენ თუ ვერ შეძლებ ხორბლის შემოტკვილის შემოტანას რუსეთიდან, ახლა მე შემოგატარინებ თურქეთიდან აგებე და ურეკე თურქეთის ეკონომიკის თუ ვაჭრობის მინისტრს და ასე შემდეგ ისინი გაგვიჩარხავენ ამ რაოდენობას, მაგრამ ნაცვლად ამისა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება აკანკალებული ჩვენ გველაპარაკება იმაზე, რომ ეს იქნება თვითმკვლელობა. თვითმკვლელობამდე კი ეს ქვეყანა თვითმკვლელობისაკენ უბიძგა ამ ქვეყანას, სწორედაც რომ შალვა პაპუაშვილი. როგორი ქვეყანაა საქართველო? კრიპტოვალუტის, კოლ-ცენტრების, მაღალი ალბათობით, ნახეთ როგორ ვამბობ, ნარკოტრაფიკის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რაც თავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველო მოცემულ ეტაპზე ამათი გამოისობით, ბიზნეს გამოისობით არის რუსული ქვეყანა. ეს კი გაცილებით დიდი სენი და სიმსივნეა, ვიდრე გაგიკვირდებათ და ასე მაგალითად კოლ-ცენტრების არსებობა რო ხდება, რომ კოლ-ცენტრები რომ არსებობს ამ ქვეყანაში, სენი კოლ-ცენტრებისა, რომელიც აქ არის ამ ქვეყანაში დასადგურებულ, ჩამჯდარ გამეფებულ, ჩამეტასტაზებული. როდესაც ქართული ოცნება სიმსივნე წავა, რამდენი საქმე ექნება მომავალ ხელისუფლებას წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორც ის უნდა წავიდეს, რომ კიდევ უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ ჩვენ. ნახვამდის.